მინდა მივესალმო კომპანია დიოს დამფუძნებელს თამას დაუშვს. მოგესალმებით ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ბატონ თამას, აი ვისაუბრეთ განათლებაზე, ხო და ჩვენი გადაცემაც და გადაცემები, ხო, ბალიტრანიუს ეთერში ყოველთვის გამოდის წლების განმავლობაში ერთ ძალიან მნიშვნელოვანი იდეოლოგია, პროტექციონისტი მიგვაქვს ხოლმე როგორც ესე ქართულისადმი რა, ყოველთვის აი წინარე პლანზე ვაყენებთ ქართულს. ეს იქნება სერვისები, რაც განათლების კუთხით არის დენომინირებული, ეს არის წარმოება რაც სხვადასხვა სიმძლავრეებით არის დენომინირებული და ამ შემდეგ აი გავუთხილოთ ქართულს, დავიცვათ ქართული, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ქართულზე დგას ქართული იდეოლოგია, ქართული თავისუფლება, ქართული წარმატება და ამ შემდეგ. ნუ ხცოვანი კომპანიები ვახსენე და თითქმის საქართველოს ასაკისხართ, ხო? შეიძლება ითქვას თითქმის. აქედან გამომდინარე, ანუ აი საბოლოო ჯამში საქართველოსთან ერთად, ახალ საქართველოსთან ერთად დაიბადა ძალიან ბევრი კომპანია. ჩვენს უახლეს ისტორიაში და მე მაინტერესებს აი ამ კომპანიების ასე ვთქვათ აი მოდი ასე ვთქვათ მნიშვნელობა როლი ასევე ვართ სივრცეში რომელიც ასევე თითქმის საქართველოს ხელაა ხო პალიტრა ჰოლდინგზე მაქვს საუბარი ხო აი ესეთ ისტორიებზე უნდა ვილაპარაკოთ ესეთ ისტორიებს უნდა გავუფრთხილდეთ და დავიცვათ აქედან გამომდინარე აი კიდევ ერთხელ ქართულის მნიშვნელობა და ჩვენ თავისუფლების მნიშვნელობა ბიზნესმენის ჭრილში და რაკურსით მინდა ეს მიმართულება განავრცოთ დიდი მადლობა ბატონ სანდრო საინტერესო კითხვისთვის ვისარგებლებ შემთხვევით და მეც მივულოცავ ჩვენ ქვეყანას ამ დაარსლა ძალიან მნიშვნელოვან დღეს დავეთანხმები ბატონ კახას რომ ჩვენი თაობას მართლა ხვდა პრივილეგია რომ მოვსწრებოდით იმ დღეს როცა დაიბადა ახალი საქართველო ჩვენ ყველას გვახსოვს ის დღეს გამოცხადება დამოუკიდებლობის და მაქამდე როგორ მივედით და მე მგონი ჩვენზე ბედნიერი ერი არ არსებობდა იმ დღეს სოფლიოში როდესაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა მე მინდა მივულოცო პირველ რიგში ჩვენ თაობას ვინც იქ ვიყავით და ვიგზავნით ბედნიერება და ასევე მინდა მივულოცო იმ ახალგაზრდებს რომლებიც დღესაც იბრძვიან დღესაც შრომობენ დღესაც აკეთებენ ყველაფერს იმისთვის რომ აი სობილი მერაპოსტოვას სიტყვები არ დავივიწყოთ რომ როდესაც თავისუფლები გავხდებით მაშინაც უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დემოკრატია ასე რომ მივულოცავ ყველა საქართველოს მოქალაქეს შინ თუ გარეთ ამ მნიშვნელოვან დღეს რაც შეეხება ასევე მინდა მივულოცო ვისარგებლო შემთხვევით მივულოცო ჩვენს ბიზნეს ასე ვთქვათ საზოგადოებას რომელზეც დგას საქართველოს ეკონომიკა ძალიან ბევრი საინტერესო ბიზნესი შეიქმნა ამ პერიოდში და რომელიც არ ჩანს ძალიან ბევრი არ ჩანს რომელიც თავის საქმეს აკეთებს და ქმნის მნიშვნელოვან ფუნდამენტს საქართველოს სახელმწიფოებრივ რასაც ქვია მძლავრი ეკონომიკა ჩვენი დამოუკიდებლობა ჩვენი თავისუფლება სწორედ ასეთი კომპანიებზე დგას რომლებიც დღე და ღამ შრომობენ იმისთვის რომ საქართველოს ეკონომიკა გააძლიერონ მეტი დასაქმება შემოიტანონ მეტი ტექნოლოგია შემოიტანონ მეტად გამოიყენონ საქართველოს რესურსები იმისთვის რომ საქართველოს კეთილდღეობა ქართული ხალხის კეთილდღეობა ამაღლდეს ჩვენ მხოლოდ ეს გვინდა რატო გვინდა თავისუფალი საქართველო რომ ეს იყოს ქართველებით დასახლებული ბედნიერი ხალხით დასახლებული ადგილი და წარმატებული ეკონომიკის გარეშე სადაც ადამიანები თავის რეალიზაციას მოახდენენ ეს წარმოუდგენელია ჩვენ ყველას გავგვაღელვებს ის რომ ადამიანები მიდიან ჩვენი ქვეყნიდან რაღაცნაირად ერთიან დამოუკიდებლობის მოპოვება მეორევან დამოუკიდებლობის შენარჩუნება და ღირსეულად ცხოვრება ამ ქვეყანაში ასე რომ თავისუფლება ეს არა მხოლოდ ხვედრი არამედ ეს ვალდებულებაც არის და ჩვენი ვალდებულება ამ თავისუფლებას გაუფრთხილდეს ჩვენს მომავალ თაობას ვიზრუნოთ რათა მათ ამ ქვეყანაში ცხოვრება უხაროდეთ და ქუჩაში რომ გავართ ბევრი ბედნიერი სახე დავინახოთ ასე რომ ეს მოკლედ შემიძლია გითხრათ თუ რა ფუნქცია გვაკისრია ჩვენ როგორც ბიზნესს და ჩვენ როგორც თაობას რომელმაც მოიპოვეთ ეს დამოუკიდებლობა და რომელსაც უნდა გაუფრთხილდეთ მე მაინტერესებს აი როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი ხო აი ამ კუთხით რა გამოწვევები აქვს ქვეყანას რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტირება იმიტომ რომ ერთია დამოუკიდებლობის მოპოვება და მეორე არის მის შენარჩუნება და დღეს აი ესეთი ბერკეტებით ხდება აი ამ თავისუფლების შენარჩუნება და დიდი გალავანი საშენება გარშემო რომ რეალურად მომხდური მტერი ხო ეს პრინციპი შეიძლება იარაღით არ შემოვიდეს მაგრამ შემოვიდეს იდეოლოგიით აი ამ იდეოლოგიას დავხვდეთ და დავიცვათ ჩვენი საზოგადოებაც ბიზნესის და განვითარების ტემპებიც მადლობა კითხვისთვის დავდოთ ჩვენ სამხრეთელები ვართ და მართლაც ცოტა გვიან ვიწყებთ მაგრამ ძალიან მინდა გითხრათ რომ ძალიან შრომელი ხალხი ვართ ამაში ეჭვი შეგვეპაროს ძალიან შრომელი ადამიანები არიან რა თქმა უნდა ბევრი გვაკლია ამ განათლების კუთხით იმიტომ რომ კონკრეტულ სპეციალობებში არ არის საკმარისი
ცოდნა და ამას ჭირდება მართლაც ერთი გადაცემა არ ეყოფ ამაზე საუბრობს. ამას თუ შემიყვან ძალიან ხოს ვეღარ გავჩერდები. გავიგზავნოთ ჩანდეს რომ ეყოფა არ არის პრობლემა. პროფესიული სწავლება არის ძალიან ისე როგორ რომანტიზება გავაკეთეთ ეხა ძილის, ბევრი უყურებს გადაცემას და უი სამხრეთელები ყოფილ ვართო და გადატრიალდება გააგრძელებს. მაგრამ რაფულში ადრე თენდებოდა ადრე ადგომას რა ჯობია. დღეს ძალიან გამიხარდა რომ ადრე მომიწია მოსვლა მიუხედავად იმისა რომ ადრე დაამდგარსა ყურტკელსა ვერ დაეწევა. აი მაგაში ხო ფიანად თელზე სამუშაო მაქვს მე შეხვედრები მაქვს და მეწყება 10 საათზე ჩარჩები და თელზე სამუშაო მაქვს ჩვეულებრივად. მაგიტო ხართ წარმატებულები ბატონებო, აი ეს არის რა რეალურად პასუხი რომ დილით გაღვიძება არ გეზარებათ. ძალიან მარტივად. დია განაგზეთ. და რას მნიშვნელოვანია სანდრო აი სამუშაო ძალის ფსიქოტიპებიც იცვლებიან. ახალი თაობა მოდის თუ ძველი თაობა უფრო მეტად იყო ორიენტირებული აი მეტი გავაკეთო, მეტი ვიშრომო, მეტი სამუშაო საათი ვიშრომო. ახალი თაობა ისევ ჩვენი შვილები არიან, ალბათ ჩვენი დამსახურებით ისინი უფრო სხვადასხვა უყურებენ. მეტი დავისვენოთ, მეტი გავერთოთ. მეტად უფრო ორიენტირებულები არიან იმაზე, რომ მისთვის რა იქნება, იგი რა სარგებლოს მიიღებს. და ბუნებრივია არა მხოლოდ საქართველოში, მთელი სოფლიოს მასშტაბით ესეა და ჩვენ ვიწევს ამაზე ადაპტირება, როგორ შევთავაზოთ, რამდენად საინტერესოდ შევთავაზოთ მათი სამუშაო გარემო, რომ ისინი ბოლომდე დაიხარჯონ. ამიტომ ჩვენთვის რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანია ეს ადამიანები, რომელთაც ერთად მუშაობ და კიდევ ერთხელ ვისარგებლოთ შემთხვევით და ჩვენი კომპანიის თითოეულ თანამშრომელს, თითოეული ოჯახის, მათი ოჯახის წევრებს მიულოცავ დღევანდელ დღეს, მათ მადლობას გადავხდი თავიანთი შრომისთვის და კიდევ ერთხელ მინდა რომ მეტად ვიზრუნოთ სახელმწიფოს კუთხით გულისხმობ, მეტად ვიზრუნოთ დავეხმაროთ ამ ადამიანებს სწორი პროფესიის არჩევაში და პროფესიული განათლების განვითარებაში და ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი უნივერსიტეტები როგორც ჩვენ პარტნიორები ვართ და როცა იქ კამპუსში მივდივარ ვგიჟდები საერთოდ როგორ ხდება საქართველოში თუ ესეთი რა არსებობს და ძალიან მნიშვნელოვანია თუ აი ამ კომპონენტს რაღაცნაირი პროფესიული განათლების კომპონენტს რაღაცად უფრო მეტად განმოვითარებთ, იმიტომ რომ ამას მეტი რესურსი ჭირდება და სახელმწიფო კერძო უნივერსიტეტებთან თუნდაც თქვა ერთად თანამშრომლობით თუ უფრო ვიწრო სპეციალიზაციას ისეზე რომელიც თქვა დიდი მოთხოვნაა საქართველოს ბაზარში, თქვენ რომ მოინდომო საკუთარ ბაზარზე, თქვენ რომ მოინდომო თქვა ელემენტად მასიური ხელოსნარი შეიძლება აი როგორც ექიმი არის ძალიან რთული ესე თქვა მოსაძიებელი კარგი ექიმი ამ ანალოგიურად აი ესეთი ტიპის სპეციალობების კარგი სპეციალისტი არის ძალიან რთული მოსაძიებელი ეს იმას ნიშნავს რომ იქ არის უკვე დიდი შემოსავლები აქედან გამომდინარე და ადაპტირდეთ როგორც კომპანიები ასევე სახეცნო ყველა იმისთვის რომ ახალგამოწვეულს რასაც ქვია ახალი სამუშაო ასე თქვა პროფესიების წახალისება და ადამიანების მომზადება რა არის კარგი დიოსთვის და შესაბამისად რა არის კარგი საქართველოსთვის პირველ რიგში დიოსთვის კარგი არის ასეთი როგორ გითხრათ, ისეთი გარემო, სამუშაო გარემო, სადაც ყველა ეს პრობლემა, რომელიც ახლა გვაქვს და რომ გავალთ აქედან და ამ ეს პრობლემები ჩვენ არ მიგვატოვებს, არ მინდა დავკონკრეტდე, რაც აი 30 წელია თითქოს ეს მოგდებს თავისუფლებასთან ერთად ეს ლეიტმოტივად, რომ რაღაცაერთ ამ ჩვენს ქვეყანაში იყოს რაღაც გარკვეული თანხმობა, რა ვიცი, შეთანხმება იმაზე, რომ ჩვენ ერთად ვაშენებთ ამ ქვეყანას და ერთმანეთის წრეები არ ვართ. არამედ ერთად სხვადასხვა აზრზე შეიძლება ვიყოთ, მაგრამ მთავარი ამოცანა რომ ჩვენ ქვეყანას უნდა გაუფრთხილდეს, აი ცოტა ისეთი მომენტია ახლა ძალიან კონკრეტული და გამოვიდეთ თქვა დიოს ბევრი რაღაც შეიძლება გქონდეს, მაგრამ მე მიყვარს ყოველთვის რაღაცა მთავარზე აქცენტირება. თუ მთავარზე არ აქცენტი და რაღაცა არამნიშნულოვანს აგიცხე, მაშინ შედეგს ვერ მიაღწევ. ჩვენთვის თავარი ეს არის, რომ გავიღვიძებ, ჩვენ ვიცოდეთ, რომ ყველა ზრუნავს ჩვენს ქვეყანაზე და არ არის ისეთი ფონი, რაც ახლა არის და ერთხელ და სამუდამოდ ეს უნდა დასრულდეს და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ახლა ჩვენ საუბრობთ სამუშაო ძალაზე, რესურსებზე ასე შემდეგ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოში მოსახლეობა იკლებს ყოველწლიურად. კი ბატონო. და ზუსტად ეს არის რაც იწვევს შემდგომ ამ ასე თქვა ჩანაცვლებას, იმიტომ რომ ეკონომიკა იზრდება, ვიღაცამ რაღაც საქმე უნდა გააკეთოს, მაგრამ საქართველოს მოსახლეობა არ იზრდება, ესე იგი მას ნიშნავს, რომ მეტი გარდაიცვლება ვიდრე იბადება და უამრავი ადამიანი ტოვებს ქვეყანას. ამიტომ ეს არის მთავარი ამოცანა. ანუ ადამიანს ამ ქვეყანაში უნდა გვიხაროდეს ცხოვრება და აქ უნდა ვხედავდეთ ჩვენს მომავალს. კი ბატონო. მირანე თქვენ პრიზმაში წარმართული სოციალური აქტივობების შესახებაც გვიამბეთ. ძალიან მნიშვნელოვანი თემა შეეხეთ სანდრო.
ჩვენი კომპანიაც დიდი ხანია უკვე ჩართულია სხვადასხვა პროექტებში და ჩვენთვის თითოეული ასეთი პროექტის მუშაობა არის ძალიან დიდი სიამოვნების მომნიჭებელი. ბევრი ჩვენი რესურსები არ ისეთი დიდი მიუხედავად ასაკისა, მაგრამ ჩვენს წილს მაინც ვაკეთებ და ეს არის ყველაზე მიმდევრია რომ ეს არის ყველაზე მთავარი საბოლოო ჯამში, რასაც კომპანია უნდა აკეთებდეს, ვინაიდან ამ საზოგადოებაში იქმნება კომპანიები, ამ საზოგადოებაში ვითარდებიან ისინი და მათი პასუხისმგებლობა და ვალდებულება რაღაც ფორმით ეს ყველაფერი მადლიერების ფორმით დაუბრუნოს საზოგადოებას და მე მიხარია რომ ძალიან ბევრი კომპანია ჩართული უკვე ეს კულტურად იქცა სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენს ქვეყანაში და სწორედ აი ესეთმა მაგალითებმა უბიძგა სხვილ თუ პატარა თუ საშუალო კომპანიებს თავისი როლი შეასრულოს ამ კუთხით და ჩვენს აქტიურად ვართ დაკავებულები, სხვათა შორის ზოგი სოციალური პასუხისმგებლობა მატერიალურად გამოისახება, ზოგი არამატერიალურად, მაგალითად მე ვხვდა პატივად რომ ერთ-ერთ ჩვენ ბიზნეს ასოციაციის წევრები ვართ, ებასი და მაგ თხოვეს რომ სტუდენტების გადამზადების პროგრამა აქვს რაღაცნაირი ძალიან კარგი და ძალიან საინტერესო და მათთვის თქვა პრაქტიკული ლექცია უნდა ჩაგვეტარებინა და ესეც გარკვეული პასუხისმგებლობაა და ახლა 2-3 საათი მე არ ვარ მიჩეული ესე თქვა ლექტორობას, მაგრამ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანი რაღაც ისეც აკეთებ, რომელიც შენ საზოგადოებისთვის ასე თუ სიკეთის მომტანია, განსაკუთრებით ახალგაზრდებს ეხება და მე მინდა ყველა იმ კომპანიას დიდი მადლობა გადაუხადავ, რომელიც თავის რესურსებს არინანებენ იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის, საკუთარი კეთილდღეობისთვის იზრუნოთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა. და მე მინდა თქვენს მედიას საშუალებას, თქვენს ტელევიზიას, თქვენს პერსონალს ყველას მიულოცო და თქვენი სახით თელს მედია საზოგადოებას მინდა მიულოცო, იმიტომ რომ ისინი მართლა 24 საათი, თქვენ მართლა 24 საათი მუშაობთ და ხართ მართლა ქვეყნის სამსახურში front line-ზე რომ იტყვიან, ამიტომ ყველას გილოცავ დღევანდელ დღეს და მე კიდევ მინდა